128 ფსალმონის პირველი 6 მუხლი მინდა წაგიკითხოთ. უფალო, შენ გამოიკვლია და მიცნობ. იცი როდის ვჯდები და ვდგები, შორიდანვე ხვდები ჩემს ფიქრებს. დავდივარ თუ ვისვენებ, ჩემს გვერდით ხარ. გამოკვლეული გაქვს ყველა გზა. ჯერ ენაზეც არ მომდგომია სიტყვა. აჰა, უკვე სრულად იცის უფალმა. გარს შემომერტყი ზურგიდან და წინიდან და ხელი დამადე. გაოცებული ვარ, როგორ შემიცანი ასე. ჩემს გონებას აღემატება. მეგობრებო, არის ამ სამყაროში პიროვნება, ვინც ყველაზე კარგად გვიცნობს. საკუთარ დედაზე, მამაზე, საკუთარ თავზე კარგად გვიცნობს. მისთვის დაფარული არაფერია. მისთვის დაფარული არც ჩვენი წარსულია, არც აწმყო, არც მომავალი, არც ჩვენი ოცნებები, არც ჩვენი შიშები, ტკივილები. ის მთლიანად გვიცნობს და ჩვენსკენ არის. წმინდა წერილი ამბობს, რომ ვერავინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან ღმერთია ჩვენთან, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცნობთ მას? რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ ვენდობით მას? წმინდა წერილში ხომ წერია, რომ ეს არისო საუკუნო სიცოცხლე, ანუ სიცოცხლე აღმატებული, სიცოცხლე ზებუნებრივი, სიცოცხლე ნაყოფიერი, წარმატებული, სიხარულით სავსე, საუკუნო სიცოცხლე, დაუსრულებელი, მარადიული, ეს არისო, რომ იცნობდე ღმერთს. მან შეგვიცნო, მეგობრებო, მაგრამ ახლა ჩვენც უნდა შევიცნოთ. შეუძლებელია შეიცნო ღმერთი თუ არ მიენდე მას. თუ არ გადადგის არისკო ნაბიჯები, თუ არ დაეყრდენ იმის სიტყვას, ჩვენ ძალიან გვიჭირს, მეგობრებო, ამ ნაბიჯების, ნდობის ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ არ ვიცნობთ მას, რომ ვიცნობდეთ, თავსაც გავწირავდით მისთვის. როგორც წერია წმინდა წერილში, იგავების 3:5-6 მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს სავალ გზას, ბილიკებს. დიახ, მთელი ჩვენი გულით უნდა მივენდოთ უფალს. და ის რომ ჩვენ არ ვიცნობთ მას, ვერ ვხედავთ მის გზებს, სულაც არ უნდა იყოს მიზეზი, რომ არ მივენდოთ მას. ბლიცის დღეებში მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანია ინტენსიურად ბომბავდა ბრიტანეთს, ერთი საყოველთაოდ უკვე ცნობილი ამბავი მოხდა. შენობა დაიბომბა და მამა თავის შვილთან ერთად გამორბის დაანგრეული შენობიდან და იქვე ორმო დაინახა, თავი რომ შეეფარებინა, გადახტა ამ ბნელ ორმოში და იქიდან ეძახის თავის შვილს, გადმოხტი ჩემთან, გადმოხტი და შვილი პასუხობს, მამა კი, მაგრამ ვერ გხედავ, სად უნდა გადმოხტე? მამის პასუხი კი ასე ჟღერს, მე გხედავ და მე დაგიჭერ.